მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მაკეთებელ მედიას. მე ზაზა კანკია ვარ, პროფესიონალი კორპორატიული გაკეთვების მენეჯერი. ახლა კი მინდა გამომყვეთ ტანსაცმლის წარმოებელ კომპანია Rumor-ში, სადაც ვისაუბრებთ ეტაპებზე, გამოწვევებზე და შექმნის ნიუანსებზე, რომელიც დაკავშირებულია ამ სფეროსთან. ჩვენ სანამ უშუალოდ Rumor-ში აღვნიშნებით, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ გვერდი და დაწერეთ კომენტარებში, რომელი სფეროს წარმომადგენელთან ისურვებდით მსგავსი ტიპის, ესე ვთქვათ, ინტერვიუს. ახლა წავიდეთ Rumor-ში, იმისთვის რომ გავიგოთ რა ხდება ტანსაცმლის წარმოების პროცესში, რა გამოწვევებია კომპანიაში, სფეროში და ასე შემდეგ. იმისთვის რომ გავიგოთ რეალურად რა ამბები იმალება ერთი უნიფორმის შექმნის უკან. ჩამირთერამე ქართული რა ვერ გაიგებს უფრული სტვენა არ ვიცი მაგრამ თავისუფალი ვარ როგორც ბულბული გოგო კისკისა აჩა მოდი წყლის პირსა ადე მოდი დაგიამბო ამბავი საყვარლისა ანა თედრე დაღამე ანა თედრე დაღამე ანა თედრე დაღამე რა სტანდარტულად 1.27.57 7-დან რა გაკავშირებთ ზაზა? იცით როგორი რაღაცა არის, აი ახლა არის თხის რქის პერიოდი, რომელიც 7-თან არის დაკავშირებული და შედის რაღაცის მერკურის. მე 7 სახლში. შენ ნუმეროლოგიასთანაც გექნება რაღაცა. მეც ანუ ბავშვობით. მეგრელი რო იქნები, კაცი უპასუხოთ არ დატოვებ არც ერთ კითხვას. ხო. всё. 5-დან ერთთან დაიცვლი? არა კაც 87-დან. მოკლედ, მეგობრებო, მოვედით Rumor-ში. როგორც ვიდეოს დასაწყისში ნახეთ, ტანსაცმლის წარმოებაზე უნდა ვისაუბროთ დღეს და ვის თუ არა და სად თუ არა Rumor-თან შეიძლება ამ ყველაფრის დაზუსტება, გაგება თუ რა გამოწვევები აქვს ამ სექტორს. გამარჯობა მაკუნა. გამარჯობა ზაზა. მაკუნა, მადლობა პირველ რიგში რომ დამთავრდი ამ ფორმატზე და ზოგადად ხარს უჭერ მაკეთებელს რომ განვითარდეს სხვადასხვა ეტაპებზე, სხვადასხვა მიმართულებით. ვინ ვის დათანხმდა, მოდი ჯერ კიდე მაგაზე ვისაუბროთ. მაკუნა, მოკლედ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე. როგორ უნდა გვესაუბრა ამ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ ბევრ თემაზე გვისაუბრია და ალბათ კიდევ უფრო მეტ ხანს ვილაპარაკებთ კიდევ, მაგრამ რაღაც ჩარჩოებში რომ ყოფილიყავით რა, რომ მე არ წავიდეთ იქით ამ ხარეს. საჭმლის თემებზე. ხო, რა თქმა უნდა. რაღაც კონკრეტულ თემების მიმართულებით წაგიყვან, რომელიც შენ საქმესთან იქნება დაკავშირებული და მინდა აგვიხსნა ისე, როგორც მაგალითად 10 წლის ბავშვმა გაიგოს რეალურად რა ხდება ამ წარმოების უკან. იმიტომ რომ ზოგადად არის ესეთი მოსაზრებები რა, რომ ტანსაცმლის წარმოებას რა უნდა? აი რა ნაჭერია რა და უნდა შეკერონ რაღაცა და მე ვჭრი მე ვჭრი. ხო, ან მაგალითად რაღაცა შავლის დამოკლება გონიათ, მაგალითად წარმოება ტანსაცმლის და ასე შემდეგ რა და. მოდი, სანამ უშუალოდ ამ ტექნიკურ დეტალებზე გადავალთ, მნიშვნელოვანია შენ გიცნობდნენ ჩემი მაყურებლები ურიცხვნი არიან ამ ეტაპისთვის და კიდევ უფრო მეტად ხო და პირველი კითხვა მაქვს ესეთი რომ როდესაც მომხმარებელთან მიდიხარ და ეცნობი ისე გაგვეცანი რა ანუ მოიცადე 10 წლის ბავშვთან მე ჯერ არ მივსულა პროდუქტის გადასაყიდად აქამდე მივალთ რა პირველი ეტაპი არის ის რომ როდესაც მომხმარებელთან მიდიხარ ისე გაგვეცანი როგორც მას ეცნობი რა ანუ ალბათ გამარჯობა, მე მაკუნა ვარ, კომპანია Rumor-ის დამფუძნებელი. მე უკვე 5 წელია და მეტიც თბილისში მაქვს ტანსაცმლის საწარმო. Rumor-ში თავიდან ცოტა სხვა რაღაცები იქნებოდა და მე ბიზნეს მოდელი მთლიანად შეიცვალა. კაი, ეს გასაგებია ბიზნეს მოდელამდე ჯერ შორი გვაქვს ალბათო მაკუნა, მოგეხსენებათ და ანუ ეტაპობრივად მინდა გავყვეთ მაგ ყველაფერს რა. ზოგადად ჩემი მიდგომა იცი ალბათ მოლაპარაკების პროცესში, როგორი არის ხოლმე, რომ რაღაცით დავამახსოვროთ ადამიანებს და რეალურად მაკეთებელიც რატომ შეიქმნა, ისიც იცი რა. და შენ როდესაც მომხმარებელთან მიდიხარ და ეცნობი და აცნობ კომპანიას, შენი აზრით რითი ამახსოვრდები ყველაზე მეტად? ყველაფრის გაკეთება შემიძლია. თქვენ საქმის მაკეთებელი, ხო? კი,
არ ვიცი, ჯერჯერობით არ ყოფილა რაღაც გამორჩეული სურვილი ჩემი დამკვეთის, რომელიც ვერ შემესრულებინა. შეიძლება ყოფილიყო არ შემესრულებინა. ოკეი. მაგრამ არის რაღაცები, რაც ტექნიკურად არ არის თქვა სტანდარტში ჩასმული, როგორ კეთდება, მაგრამ იმისთვის ვართ კრეატიული ადამიანები, რომ თუ არ ვიცით რაღაც როგორ კეთდება, შეგვიძლია ჩვენ თვითონაც მოვიგონოთ როგორ კეთდება. ძალიან საინტერესო რაღაცაა მეითხარი. იცი რა მაინტერესებს, ანუ ზოგადად ჩემი აზრი არის ესეთი, რომ რაღაც კონკრეტულ საქმემდე რომ მიდიხარ, გაქვს ცხოვრებაში რაღაცა წინაპირობა რა. ანუ მე მაგალითად მაკეთებელამდე იმიტომ მივედი, რომ ლაპარაკი მიყვარს და ამას მოვარგე ეს ყველაფერი რა და მაინტერესებს შენ როგორ მიხვედი წარმოების, ანუ ტანსაცმლის შექმნისკენ, რა ნაბიჯები გადადგე, ან როგორ მიუახლოვდი, ან ის როგორ მოვიდა შენთან. სიმართლე რა გითხრა, მაგ კითხვას რამდენჯერაც მისვამენ, იმდენჯერ ან რაღაცა ჩამოყალიბებული პასუხი მაქვს, მაგრამ იმდენჯერ ახალი რაღაც ემატება მაგ პასუხს რა. ძალიან პატარა ვიყავი, ბებიაჩემს საკერავი მანქანა სულ ჰქონდა. თბილისში თუ რაჭაში, ანუ საკერავი მანქანა სახლში სულ იდგა და სულ მიყვებოდა ისტორიებს, ბებო, მე რო პატარა ვიყავი, გურული იყო ბებიაჩემი რა, მე რო პატარა ვიყავი, ჩემნაირი ჩაცმული დუნიაზე არავინ დადიოდა. ხო რა. ძალიან კრეატიული ქალი იყო, კერვა ეხერხებოდა კარგად და მართლაც მის ახალგაზრდობის გარდერობს რო გადავხედა ერთხელაც რაჭაში, ისეთი მაგარი რაღაცები ქონა შეკერილი, რომ ანუ მაღაზიებში ვერ ნახავდი იმას რა. რაღაცა ბავშვობიდან მოდიოდა ოჯახში ეს კერვის ნაწილი. დედაჩემიც სუმეუბნებოდა, რომ აი დედა კი სწავლო ბიზნესზე და კი გაქვს ეს ტექნიკური ტვინი და რაღაცა, მაგრამ აი კერვაც რო ისწავლო, რაღაცა ხელსაქმე. არასდროს არ ვისწავლე მოკლედ ეს კერვა რა. ხო. მაგრამ ხო აი სულ მინდოდა რომ მქონოდა ჩემი საკუთარი ბიზნესი. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო წარმოების პროცესი ყოველთვის, იმიტომ რომ ეს არის რაღაცის შექმნა და დღეს მაგალითად შეხვედრაზე ვიყავი ორბელიანის ქუჩაზე და აი საერთოდ რო არ ველოდებოდი მისტერ მასტერის შეიძლება რეკლამას ჩაგვეთვალოს ახლა, მაგრამ ძალიან კაი კომპანია და რატომაც არა. თანამშრომელმა გაიარა, რომელსაც ჩემი შეკერილი უნიფორმა ეცოდა, ძალიან ბედნიერად გავუღიმე და გამარჯობა ვუთხარი. ანუ ძალიან მაგარია, როცა შენ შექმნილ პროდუქტს ხედავ, როგორ იყენებენ ადამიანები. ძალიან საინტერესო პასუხი გამეცი რა. ამაზე ჩვენ ადრეც გვილაპარაკია, მაგრამ ეხლა საერთოდ სხვანაირად ამიხსენე ყველაფერი და მომეწონა. და იცი რა მაინტერესებს, ანუ ეხლა ახსენე, რომ აი ჩემ შექმნილს როცა ვხედავ, ძალიან სასიამოვნო ამბავია რა და როდესაც კომპანია მოდის შენამდე რა, დაკვეთა უნდა რაღაც კონკრეტული საკითხის. სანამ უშუალოდ რაღაცის შექმნამდე მიხვალ. რაზე ფიქრობ ხოლმე რა არის შენი ამოცანა ამ საკითხში, რომ იმ კონკრეტულ ადამიანს დაუკმაყოფილო უბრალოდ მოთხოვნა, თუ დაამახსოვდეს როგორც რუმორი რაღაც ისეთის შემქმნელი, როგორცაც მაგალითად ეხლა აღწერდი შენ. ანუ რა არის შენთვის უპირატესი ამ თემაში? ამ წლების განმავლობაში ძალიან ცოტა დამკვეთი არის, ვისთანაც არავინ არ თქვას, რომ პრობლემები შეკვეთის გაკეთების დროს არ ხდება რა, ძალიან ცოტა დამკვეთი არის, ვისთანაც რაღაც ტიპის გაუგებრობა მომხდარა. და ჩემთვის ეგ კარგი გაკვეთილი არის ხოლმე ყოველთვის. ჩემი მთავარი მიზანი არის, რომ ადამიანი ერთხელ რო გადაეკვეთება რუმორს, მისთვის იმდენად დამაკმაყოფილებელი და რაღაც აი ვაუ რეაქციის გამომწვევი იყოს ის, რასაც რუმორის თავაზობს, რომ სხვასთან წასვლა არ მოუნდეს რა, ეს ერთი. მეორე აი უბრალოდ მისი სურვილი დავაკმაყოფილო, არასდროს არ არის ჩემი мотиваცია. ძალიან საინტერესო. იმიტომ რომ ვიღაც რომ მოდის შენთან როგორც შემსრულებელთან, რომ რაღაც შენგან შეიძინოს, ეს სურვილი ანუ უეჭველი უნდა დაკმაყოფილდეს, ეს ძალიან საბაზისო რაღაცა არის რა, რაც ნებისმიერ გაცვლაში ესე უნდა ხდებოდეს. მაგრამ აი ეს ვაუ რეაქცია მაგალითად ძალიან მიყვარს ეგ მაგალითი ბევრჯერ მიხსენებია, სოფიკო არის ეგეთი რესტორანი, რომლის მიმტანავით ატარებდნენ რაციებს. იმიტომ რომ ორი სართულია და ხშირად უწოდათ რომ სამზარეულოსთან გადაცემა კონტაქტი ჰქონდათ. ეს რაციები იყო მძიმე,
იდებდნენ ჯიბეში და დისკომფორტი იყო მაგარი რა. და შარვლის სათავეზე გავუკეთეთ, აი ვიფიქრეთ და გავუკეთეთ ამოტრიალებული საქამრე რო წარმოიდგინო რა. და რეალურად მანდ დაკიდეს რაციები და ძალიან შეუმსუბუქდათ შრომა. ოკეი, რეალურად შენ ეს არ გევალებოდა, მაგრამ გამოსავალი იპოვე, ხო? Yes. კაი, იცი რა მაინტერესებს ახლა ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, მაგრამ მინდა ახლა დავუბრუნდეთ 20-20 წელს რა, როცა რუმორი რაღაც ნაბიჯებს დგამს. ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება ეს წელი. ზოგადად რაღაცის დაწყებამდე უნდა მიხვიდე რაღაც სურვილი უნდა გქონდეს რომ გააკეთო რა. შენ ახლა მითხარი რომ რაღაცის შექმნის სურვილი გქონდა, მაგრამ მაინც არ ფიქრობდი რომ მაინც ამ სფეროში იქნებოდი, ალბათ დაახლოებით ეგეთი რაღაცა მიპასუხე. როდესაც ამ ნაბიჯებს გადადგამდი, აი კოლექციას შექმნიდი რა იყო შენი ინსპირაცია ამ თემასთან დაკავშირებით? ანუ როგორ რაღაც მაინტერესებს იცი რომ აი დაარეგისტრირე შეპესე, ხო არ იცი რომ როგორი უნდა იყოს ეს შენი დიზაინი, ან შეიძლება ნაფიქრი გაქვს გონებაში, მაგრამ ხომ და დახატო ან რაღაცა და აი რა ხდებოდა ზოგადად ბაზარზე ისიც ამიხსენე და შენ როგორ გადაწყვიტე რომ შენი კოლექცია ყოფილიყო თუნდაც ის ხაზის რაც იყო? ოკეი, ჩემი მთავარი ამოცანა მაგ პერიოდში იყო რომ კოლექცია უნდა ყოფილიყო ყოველდღიური, მაგრამ თან გამოსაბრანჭი. ანუ მე სადაც ცხოვრობდი, იქიდან ცოტა შორს უმუშაობდი. სამეგობრო წრეც, რაღაცა გასართობი ადგილებიც ცოტა შორს იყო. ანუ დღის განმავლობაში ვერ ვახერხებდი, რომ გამოვსულიყავი, გამომეცვალა, წავსულიყავი. ჩემს საბარგულში იყო გარდერობი. ანუ ბევრი გოგოს საბარგულში ხდება ეს რა. და მინდოდა რომ შემექმნა ისეთი ტანსაცმელი, რომელსაც დილას რო გავიდოდი სახლიდან, იმ ტანსაცმელს შემეძლო ოფისშიც მჯდარიყავი, საღამოს კინოშიც წავსულიყავი, რაღაც ბარშიც წავსულიყავი, დეიტსიც წავსულიყავი, ანუ რაღაცა მრავალფუნქციური ტანსაცმელი მინდოდა რომ შემექმნა. ოკეი, ანუ უფრო მეტად პრაქტიკოსობას აწვევი ნებისმიერ შემთხვევაში. გამობრანჭული პრაქტიკოსი. ძალიან საინტერესო. ახე, კაი, დაიწყე ეს საქმიანობა რა. რაღაც კოლექცია შექმენი, ლოკაციებით შეგიძლია დაასახელო სად იყავით, ანუ ბათუმში იყავით როგორც მახსოვს. ბათუმამდე ზაზა, იმდენი რაღაც გავიარეთ, რომ რავი. ხო, ანუ პირველი ლოკაცია სად იყო? პირველი ლოკაცია იყო აბაშიძის 34. რა ხდებოდა მანდ? არა, აბაშიძის, ხო, 34 ნომერი, სადაც გავხსენით მაღაზია, შევიტანეთ კოლექცია. ეს 2019 წლის დეკემბერში დავიწყეთ მაღაზიის მოწყობა. 13 მარტი იყო რომ კარი გავაღეთ და 16 მარტს და გამოცხადდა პირველი ლოკდაუნი. ამ პერიოდში არც სოციმედია მუშაობს, ვერც გადაღებებს ვაკეთებთ, იმიტომ რომ სოციალური პასუხისმგებლობა ფიზიკურად ვერ გავაკეთებდით. და დაახლოებით 3 თვის განმავლობაში, ესეც 16 მარტიდან ზუსტად 1 ივნისამდე მაღაზია იყო დაკეტილი და მე მაგ პერიოდში ვსწავლობდი ჯიპაში მაგისტრატურაზე, ავიღებდი ჩემს ლეპტოპს, ფეხით მივიდოდი აბაშიძემდე, იმიტომ რომ რაღაც ერთი პერიოდი ტრანსპორტიც აკრძალული იყო. დავჯდებოდი, ლექციაზე ჩავერთვებოდი, იმიტომ რომ ონლაინ რეჟიმზე გადავარდი. ვიმეცადინებდი და მოვდიოდი. ამისთვის ვიყენებდი სივრცეს რა. მაგის მერე 1 ივნისს უკვე რეგულაციები მოიხსნა, შემცირდა. გაიხსნა მაღაზია და რაღაცა თვითდინებით სამეზობლო ძალიან დაინტერესდა. თან მაშინ თავაზობდით ეგეთ რაღაცას, რომ აი ტანზე მოგარგებთ, არ მოგეწონათ? ძალიან კარგად მახსოვს მეზობელი ქალბატონი იყო და მირეკავს და იცი რა გენაცვალე, მე ძალიან მომწონს, რომ ჩემთან ახლოს გახსენით ინდკერვა. ძალიან საყვარელი ქალბატონი იყო და რაღაცა ეს. ხო, მაგის მერე იყო უკვე კიდე მეორე ლოკდაუნი, როცა ონლაინ რეჟიმზე გადავერთეთ და ძალიან კარგი გოგო არის, დიზაინერი არის თეო ღვალაძე, რომლის ორგანიზებითაც გაკეთდა პირველი ქართველი დიზაინერების სივრცე საბურთალოს City Mall-ში. პირველი ლოკაცია აბაშიძის მერე იყო City Mall-ი, სადაც 10 დღიანი შოურუმი იყო და იქ მქონდა პირველად ყველაზე აქტიურად შეხება
ამ პერიოდში წარმოება რუმორს არ აქვს, ხო? არა, ამ პერიოდში აუთსორს წარმოებაზე ვარ, ყველაფერი ikერება სხვასთან. და რა გამოწვევა აქვს მაგალითად, როდესაც გაქვს შენი ხაზი და სხვას უკეთებ, რომ შეგიქმნას ისეთი, როგორიც გინდა სამოსი რა. ხო, მაგნაწილში დიზაინს თუ გულისხმობ, პირიქით ძალიან საინტერესო იყო ეგ კოლაბორაცია, იმიტომ რომ ჩემგან იყო ჩონჩხი, რა უნდა ყოფილიყო და მასთან ერთად მუშაობდი ამ დიზაინებზე რაღაც პერიოდის განმავლობაში. ხო, მე უფრო წარმოებისკენ მინდა რომ წახვიდე. წარმოების ნაწილში, იცი როგორ არის, ჯერ ძალიან რთული არის კონტროლი რა. ოკეი. როცა ცოტა რაოდენობებზე იყო ლაპარაკი, ხარისხი შენარჩუნებული იყო, მაგრამ როცა გალერეა თბილისში გადავედით, იქ იმდენი იყო გაყიდვები, რომ წარმოება ვერ ესწრებოდა ეს ერთი, მერე ხარისხის შენარჩუნება ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ როცა აჩქარებ, რო აჩქარ გამიკეთე და ის მერე რაღაც ყველა გზას პოულობს იმის რომ ჩქარა გამიკეთოს აუცილებლად რაღაც ფუჭდება. ასევე ძალიან რთული იყო მარაგების კონტროლი და ნუ დიზაინების კონტროლიც რეალურად რა. იცი რა მაინტერესებს ახლა ბარე მაგ ჩაგეკითხები რა. ანუ გაყიდვების რაოდენობა რო გაიზარდა, ისევ ერთ საწარმოსთან ქონდა ურთიერთობა და რამოდენიმე თან ისცადა. ისევ ერთ საწარმოსთან ქონდა ურთიერთობა. შენი აზრით რამოდენიმე რო გეცადა პირობითად, ანუ ყოლო და 3-4 ახლა ნუ დამაშლევინებ ამ წარმოებას. არა, უბრალოდ მაინტერესებს რა, სურათს რას მოგცევდა, ანუ იმიტომ რომ კარგად დაინახავ ახლა რას გულისხმობ რა. მაგ მომენტში, როცა არიცი, მიდიხარ და მხოლოდ ერთს ენდობი და ემუშავები. და დღევანდელი გადმოსახედიდან, ანუ დღევანდელი შესაძლებლობა ცოდნიდან გამომდინარე, შეძლებდი რომ 3-ს მოძებნიდი პირობითად და ეგ მაგ ყველაფერს გააკეთებდიან, ხო? იცი როგორ არის, დღემდე ჩემს მკერავებს, რუმორის გუნდის წევრებს აქვთ ეგეთი მისია. ხო. საწარმოდან გასული ყველა ნივთი ისე უნდა იყოს შეკერილი, თითქოს ერთმა ხელმა შეკერა. ხო. შესაბამისად, როცა გუნდი ერთად მუშაობს, ძალიან მარტივი არის ამ მისიის შესრულება. მაგრამ როცა რამდენიმე სხვადასხვა საწარმოში მუშაობს, ცოტა რთული მეჩვენება მაგის შესრულება რა. და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ეგ ნაწილი, რომ მაგალითად შენ რო 10 წალ მაისურს დამიკვეთავ, ერთი სხვანაირი და მესამე სხვანაირი არ უნდა იყოს რა. გავთ. კაი, მაშინ გამოცდილებაც არ მქონდა რეალურად არც მიძებნი ამ მსგავსი. როდესაც პირველ ნაბიჯებს დგა, ისეთი რაღაცები კეთება გიწევს და გაგება მithumetes. რას ლაპარაკობ 2 თვის განმავლობაში კურიერი ვიყავი ჩვეულებრივად, დღის განმავლობაში, ან მთელი დღის განმავლობაში თან შეკვეთებს ვიღებდი, როცა საცალო მიმართულებაზე მუშაობდით. დილას მივიდოდი ატელიეში, ჩავილაგებდი ცალ-ცალკე შეფუთვით სახელი გვარით. გავემზადებდი, მქონდა მისამართების სია და დავდიოდი ისეთი ადგილები გავინახე თბილისში, რომ თუ არსებობდა ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი და რამდენჯერ იყო, რომ 9 საათი რო ახლოვდებოდა და კომენდანტის საათი იწყო და ვრეკავდი და წარმოებას აფერხებთ, ქართულს არ უწყობთ ხელს და ასე შემდეგ. ინტრიგანი ვიყავი ჩვეულებრივი. ოკეი. კაი, მოდი ახლა ცოტა წინ წავიდეთ რა. ანუ ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა კიდე შემიძლია დაგისვა, მაგრამ მოდი მე სხვა ფორმატი მოვიფიქროთ კიდე, ან კიდე ერთხელ ჩავწეროთ, რომ კოლექციის ამბებს დავუბრუნდეთ. ეხლა მინდა გადავინაცვლოთ იქ, სადაც პირველი კორპორატიული შეკვეთა მიიღე რა. ოკეი. ანუ ნახე, ძალიან დიდ ნახტომს ვაკეთებ, ვიცი ეხლა, იმიტომ რომ ბევრი რაღაც გამოიარე, მაგრამ მაინტერესებს უბრალოდ პროცესი, ანუ შენს სიტუაციაში, ანუ მიდიხარ კოლექციებს ყველაფერს აკეთებ, ყიდი, დაჟე გეზრდება, გაყიდვები ასე შემდეგ და ამ პროცესში რაღაცნაირად ჩდება შენ ცხოვრებაში, შენ საქმეში კორპორატიული ამბავი. როგორ შემოვიდა შენამდე ყველაფერი? აი ზუსტად მაგ მომენტში, როცა კოლექციები აღარ იკერებოდა ისე ხარისხიანად და იმ რაოდენობით რაც გვჭირდებოდა, გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა საწარმო. მოდი დავაკონკრეტოთ, ანუ შეფერხებამ გიბიძგა ამისკენ, ხო? Yes. ოკეი. საწარმო რო გავაკეთეთ, დაახლოებით 3 თვე დაგვჭირდა იმისთვის, რომ კადრები მოგვეძებნა, კადრები არ მიყვარს ცოტა სიტყვა რა, გუნდის წევრები მოგვეძებნა. და დაგვეწყო უშუალოდ წარმოება. როდესაც საწარმოს ვაკეთებდით,
ჩემს ტვინში უკვე იხარშებოდა ის ამბავი, რომ მე B2C ტიპი აღარ ვიყავი. აჰა. და მე უკვე B2B ტიპი ვხდებოდი და მეხსნებოდა ახალი ბაზარი, სადაც შემეძლო რომ ემუშავა. იმიტომ რომ წარმოება უკვე გაძლევს რა მაგის რესურსს, რომ კონკურენტუნარიანი იყო ბაზარზე ფასის მხრივაც, იმიტომ რომ როცა სხვასთან აწარმოებ, გინდა თუ არ გინდა, მაინც უფრო თვითღირებულობა მაღალი ხო, ნუ ეხლა ხო? და პირველი კორპორატიული დამკვეთი სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ იყო გასტრონომ ჯგუფი. ნუ ეხლა დეტალებს არ კითხავ უბრალოდ სატიპოვე და ასე შემდეგ, მაგრამ მე არა და ყველაზე საინტერესო ეგ არის, მაგრამ ოკეი. ხო, ანუ ნახე როგორ რაღაც მაინტერესებს იცი რომ გასტრონომის შეკვეთა რომ მოვიდა, რამდენად მზად იყავი იმისთვის, რომ ანუ სანამ ტექნიკურად აგახსნევინებ უბრალოდ როგორ უნდა შეუკვეთონ თუნდაც ერთი ჰუდი, მაგამდე მაინტერესებს, ანუ შენ უბრალოდ გინდა რომ რაღაც დიზაინი შეიქმნას, ვიღაცასთან მიგაქვს ეს დავალება, ის გიკეთებს და მოვაქვს რა. შენ ეს ყველაფერი ტექნიკურად დაახლოებით თეორიულად ისწავლე, ამათი დაკვირვებით როგორც გამოდის და მე როგორც კი მივხვდი რომ ისინი ისე არ გიკეთებდნენ საქმეს როგორც გინდოდა, შექმენი შენი საწარმო და ეხლა დგახარ ისეთ სიტუაციაში რომ იმ მომენტში რომ დავალება უნდა მისცე, როგორ უნდა გააკეთონ თუნდაც ეს ნაკერი, ის რამდენად ხარისხიანად გააკეთებს, არ გააკეთებს, ხო მაინც 50-50-ზე ხარ რა, რაც არ უნდა გამოცდილი იყოს, ეხლა ის კერავი ვინც აიყვანე მაშინ. და ჩემი კითხვა არის ესეთი, რომ გასტრონომის დავალება რომ მიიღე, როგორ აღიქვი რა, ანუ როგორ გაიგე, რეალურად როგორ უნდა შექმნილიყო ეს ყველაფერი. ცოტა შორი და ბუგი არის, მაგრამ ანუ მზად იყავი თუ არაო ეს მკითხე რა და კოვიდი მქონდა. 39 სიცხე მქონდა, რომ გავიცანი გასტრონომის თანამშრომლები ონლაინ. ხო. მაგარი. ნებისმიერ რაღაცას, როცა რაღაც დავალებას მათემატიკის ფორმულა აიღე რა, მათემატიკის ამოცანა აიღე რაღაცა თოფურია 300 კონტროლება რაღაცა. ნუ რო დახედავ მოცემულობას რაღაც მოცემულობაში ყველაფერი გიწერია. მთავარია შენ ამის დანახვა შეძლო. და როცა დანახვას შეძლებ, მე ამოხსნის გზასაც პოულობ. ვარა საინტერესო დამიხსენ. ხო. შესაბამისად მე მქონდა დავალება, ან ჩვენ B2B რო გავხდით, რეალურად ყველაზე მაგარი ის იყო, რომ ჩვენ არ ვიყავით ტიპები, ვინც რასაც გვაძლევდნენ, იმას ვკერავდით. აი ეს ამის მოსმენა. ჩვენ წავედით სხვა მიმართულებით, ჩვენ დავინახეთ, რომ ამ ადამიანებს კორპორატიული სტილი ჭირდებათ. ანუ რაღაც, რაც მათ ბრენდს გამოარჩევს და ნებისმიერ მისულ სტუმარს ეტყვის, რომ ეს მე ვარ. ეს არის ხარისხი, ეს არის ფერები, ეგ არის დიზაინი, პრაქტიკულობა და ეგ ყველაფერი გავაერთიანეთ ამ კორპორატიულ სტილში რა. ძალიან საინტერესო. და რაც შეეხება თამარას, საბოლოო პროდუქტი ისეთი მივიღეთ, რომ ერთხელ მენეჯერი ვისთანაც მქონდა კომუნიკაცია მეუბნება, რომ შეხვედრა მქონდაო თამარაშიო რა. და სტუმარიო რომ მოვიდაო და დავსხედითო, ჯერო სუფრას მოკიდაო ხელიო რა, ეს რა კაია. ანუ საერთოდ რო არ ველოდია და მე მიმტანი მოვიდაო რა, ყავა მოგვიტანაო და მიმტანს გახედავ და შეიძლება პერანგზე შეგეხო. მაგარი. პერანგს შეეხო და ვაუ, ეს რა მაგარია. ხო რა და რეალურად ეგ არის მოცემულობა, უნდა გაანალიზო, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი, რომ გეომეტრიის და სტერეომეტრიის ამოცანაში არც ერთი სიტყვა არ წერია ტყუილად. ოკეი. ყველას თავის დანიშნულება აქვს. ძალიან საინტერესო დამიხსენი ეგ ყველაფერი. ეხლა მინდა ემოციური რაღაცები დავინახოთ რა. პირველად რო გაყიდე კოლექცია, ხო გახსოვს ემოცია დაახლოებით რა იყო? და კორპორატიული გაყიდვის ემოციას გახსოვს? რომელი უფრო მაგარი იყო? უფრო მახსოვს პირველი ემოცია, როცა მივდიოდი ჭავჭავაძეზე მივსეირნობდი და გოგომ დავინახე, ვისაც ჩემი რუმორის კოლექციის პერანგი ეცორა, ეგ ძალიან მაგარი იყო. ერთხელ კიდე ავტობუსში დავედი და გვერდზე გოგო მომიდგა და ჩემი პალტო ეცვა. ვაუ, ეგეთი მომენტები მაგალითად სულ მიხარია რა. რაც შეეხება კორპორატიულ შეკვეთას, იცი რა იყო? რაღაცნაირად დიდი ხნის განმავლობაში მქონდა თითქოს ჩემ თავს ვუმტკიცებდი, რომ ამდენი წელი ტყუილად არ მიცხოვრია. ოკეი. ხო.
და ამდენი წელი ყველადაც არ მისწავლია, იმიტომ რომ დედაჩემს რო ურეკავდა, რომ ვეუბნები რომ დე რაღაც უნდა გითხრა, ეგრევე კითხვას მისვამს, რომ აქ უნდა სად ჩააბარე. ხო, რა და ანუ ამას ყველაფერს რეალიზება ჭირდებოდა ჩემთვის. და კორპორატიული დაკვეთა პირველი იყო, რომ ვაუ, აი, მართალი ვიყავი, რაღაც საკუთარი თავის მიმართ ნდობა, ხო, უფრო გამეზარდა რა და პატივისცემა. ძალიან კაია, მიხარია, რომ ანუ საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა რო გაქვს, მე ბევრი რაღაცის გაკეთება შეგიძლია ზოგადად ცხოვრებაში. ეხლა მინდა ტექნიკურ დეტალებზე გადავიდეთ რა, იმიტომ რომ მსგავს თემაზე კიდე უფრო მეტად შეგვიძლია ჩავიდეთ, მაგრამ მგონია რომ წარმოების ამბები უფრო მინდა რომ დავანახოთ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ხანდახან შეკვეთის დროს კითხვის ნიშნები არის ხოლმე მეორე მხარეს რა. ერთი წამი, ეხლა მე ხეზე ასვლაც უნდა გასწავლოთ? არა, რა თქმა უნდა. ხეზე ასვლა ხეს შევხედოთ უბრალოდ. ოკეი. ლამაზად ჯერ. ოკეი. ანუ როგორ რაღაცა მაინტერესებს, იცი რომ ყველაზე დიდი გამოწვევა რა არის ამ სფეროში რა. პირველი მაინტერესებს ადამიანურ რესურსთან დაკავშირებით. დაახლოებით რა ასაკის ადამიანებთან გიწევს მუშაობა, ანუ ზოგადად სეგმენტზე მაინტერესებს რა, წარმოების მიმართულებით. რეალურად ამ დარგს გაახალგაზრდავება ძალიან ჭირდება. ოკეი, ამის მოსმენა მინდოდა ზუსტად. კი, ძალიან ჭირდება და ძალიან მიხარია ამ ბოლო დროს Instagram-ზე მხვდება რამდენიმე აკადემიის რეკლამა მატერიალებს, მუდმივად, სადაც ასწავლიან და ვიდეოში სულ ჩანან რაღაცა 20-25 წლის ბარემ ჩაგეკითხები რა. ანუ ჩვენზე უფროსები ვინც არიან, მათთან ურთიერთობა როგორც მენეჯერს რა გამოწვევების წინაშე გაყენებს ხოლმე რა. ანუ კიდე უფრო უკეთესად აგეხსნი რა. შენ რო ყოველდღიურად ვითარდები და სწავლობ რაღაცას, შენთვის მაგალითად ძალიან მარტივია რაღაც კონკრეტული შენიშვნის, მითითების მიღება თუნდაც რა. ან მაგალითად რაღაცა რო არიცი, ადგები, დასერჩავ, მოიძიებ, რაღაც ბევრ რაღაცას გააკეთებ იმისთვის რომ ისწავლო. ასეთი მხრიდან რო შეხედო რა. ამ მიმართულებით რა გამოწვევები არის ხოლმე მენეჯმენტში? უბრალოდ ფიქრობ, რა გიპასუხო, იმიტომ რომ ძალიან კომპლექსური კითხვა არის აქ. რეალურად ეს ადამიანები ძალიან დასაფასებლები არიან. ძალიან, იმიტომ რომ მათ ხელში 25-30-35 წელია გადის ისეთი ადამიანების და ისეთი კომპანიების უნიფორმები, რომლებიც წარმოიდგინე 30 წელს ითვლიან. აი ეს ზღვა გამოცდილება აქვთ რა და რო არ ყოფილიყვნენ ისინი ჩემ გვერდით, მე ბევრ ამას ვერ მივაღწევ, იმიტომ რომ მე მაგ პერიოდში საერთოდ კერო არ ვიცოდი რა. ოკეი. და რაღაც ეხლა, ოკეი, ბევრი რაღაც ვიცი, ჩემი ხელითაც შემიძლია რომ ვკერო, მაგრამ მაშინ გამოსავალს მაშინ ვერ ვიპოვიდი სიტუაციაში რა, ტექნიკურ ნაწილში. რაც შეეხება მენეჯერული გადმოსახედიდან რომ შეხედო, თუ მაგალითად მარილისში, სადაც ჩემი გუნდის წევრების ასაკი არ აღემატებოდა 35 წელს, ძალიან მარტივი იყო სიახლის დანერგვა და ამ სიახლის მერე უკვე განხორციელება და გამოვლენა რა გვჭირდებოდა იქიდან, აქ ცოტა რთულია. აქ ცოტა რთულია და ყოველდღიურად გამოწვევა არის რა, ყოველი დღე გამოწვევა არის მაგ მიმართულებით რა. ანუ ახალი კადრები საჭიროა, ახალი სისხლი საჭიროა, იმიტომ რომ შეიძლება იმ ახალმა სისხლმა საერთოდ ისეთი ველოსიპედი მოიგონოს, როგორც ჯერ არავის მოუგონებია. რატომ არა, როცა კი? ოკეი. კაი, გამოწვევებისკენ გადავდგათ კიდე ერთი ნაბიჯი. როგორც ბიზნესი არსებობს რუმორი და ყველაზე მეტად პროცესებს რა აფერხებს ხოლმე იმისთვის, რომ მაგალითად რამოდენიმე ნახტომი ერთად გააკეთოს პირობითად კომპანია. პირველი არის ალბათ ნედლეული რა. ოკეი. საქართველოში ხა თავის დროზე კი იყო განვითარებული და ტრიკოტაჟის ქარხნებიც არსებობდა და ეს დედა იცი ვინ არის ტრიკოტაჟის ქარხნის დირექტორის მოადგილე იყო ხალხი რა და აღარ არის ეგეთი ქარხნები, სადაც ქსოვილის წარმოება იქნება. მე ვერ ვხვდები ბიზნესის მაკეთებელი ადამიანები, ვინც სწავლობენ ბაზარს, ტანსაცმლის წარმოება მე სადიპლომო დავწერე 2021 წელს და მაშინ ჩავატარე კვლევა რა. იმხელად ციფრებზე ადის
ტანსაცმლის წარმოება, იმპორტი, ექსპორტი და იმდენად მზარდი არის ყოველწლიურად, რომ მე არ მესმის, როგორ არც ერთი ბიზნესმენი არ გამოჩნდა, ვისაც დააინტერესებს ამ მიმართულებით ინვესტიციის ჩადება მოუნდება რა. ხო. იმიტომ რომ ნედლეული არის ერთ-ერთი პირველი შემოფერხებელი მაგალითად. ერთ-ერთი შეკვეთა რო ავიღოთ, არ მინდა რომ დავასახელო კომპანია. მისი შეკვეთის შესრულება შემეძლო ზუსტად 5 დღეში. მაგრამ მისი შეკვეთის შესრულებისთვის დამჭირდა 1 თვე. რადგან ადგილობრივ ბაზარზე არსებული ქსოვილებით ვერ შევკერავდი, უნდა შემესყიდა თურქეთში, მერე თურქეთში უნდა დაემზადებინათ ეს ქსოვილი, რასაც დრო ჭირდება, მერე იმპორტის დრო ჭირდება, საბაჟო პროცედურები, მერე ჩემამდე უნდა მოვიდეს და მერე უნდა შეიკეროს და 5 დღეში გასაკეთებელი საქმე გავაკეთე 1 თვეში. ეს რა თქმა უნდა კომპანიისთვის არა მხოლოდ რაღაცა დედლაინების თემა არის აქ, არამედ ფინანსური გამოწვევაც არის რა, იმიტომ რომ ერთია რომ ხარ დიდი ბიზნესი, მსხვილი ბიზნესი და რაღაც სარეზერვოდ ყოველთვის არის შენთან რაღაც თანხები, მაგრამ მეორე არის როცა ხარ მცირე ბიზნესი. და როცა შეგიძლია რომ რაღაც თანხა 1-დან 5 დღემდე მიიღო და იღებ 1 თვეში, გიფერხდება რაღაც პროცესები რა. ეგ ნედლეული. ხო, ეხლა მოდი კიდე რა დავამატოთ ამ პოზიციაზე, რომ ნედლეული საკითხი და ის გასაგებია რა, მაგრამ ფინანსურ მიმართულებაზეც მინდა ვილაპარაკოთ რა. ნუ მე და შენ კი გვისაუბრია, მაგრამ მოდი ამ ფორმატითაც მინდა გავაჟღეროთ რა ეს ყველაფერი, რომ არსებობს ჩვენს ქვეყანაში რაღაც ფინანსური რაღაც ორგანიზაციები, ბანკები პირობითად, რაღაც აწარმოებს საქართველოს რაღაცა პროექტები, ასე შემდეგ, ბევრი რაღაცა არსებობს. ბიუროკრატია ძალიან ბევრი. ხო, ანუ არის რეკლამები, მოწოდება, ბევრი რაღაცა არის, მაგრამ ნუ რაც წინა წელს გვაჩვენა მაგალითად რეალურად რეკლამა, მაგრამ საქმეზე როცა მივდივართ, რაღაც სხვანაირად ხდება. შენი გადმოსახედიდან ეს რაღაც სტრუქტურები, რაც არსებობენ, დასახმარებლად არიან შენი აზრით, ანუ როგორ შეხედავდი ამ ყველაფერს რა? ეგ ძალიან ინდივიდუალური გამოცდილება არის, ახლა ჩემი გამოცდილება არ ვიცი რამდენად ესე გასაზიარებელი და ესეთია, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან, ხა. მაგალითად აწარმოე საქართველოში რომ ავიღოთ, ბენეფიციარი მქვია, იმიტომ რომ მათთან ერთად ვიყავი პარიზის გამოფენაზე, სადაც დიდი ნაწილი დამიფინანსდა და ძალიან კმაყოფილი ვარ. იქიდან წამოვიღე შეკვეთა და იტალიაში გავაგზავნეთ რაღაცა კოლექციის ნაწილი. რო ავიღოთ ბანკები, მე ბანკს უყურებ პარტნიორად რა, ჩემთვის ბანკი პარტნიორი ტიპია და პარტნიორთან გაქვს შეთანხმება. და თუ ხედავ რომ სადმე გერღვევა, ან იმას ერღვევა, კომუნიკაცია არის პირველი რაც უნდა გააკეთო რა. rumors ქონდა, ანუ სულ მინდოდა რაღაცნაირად ამ თემას რომ შევხებოდი სოციალურ ქსელებშიც, მაგრამ ესე პოსტს ვერ დაწერ რა ამასთან დაკავშირებით რა. აქამდე რაც ვილაპარაკე, ყველაფერი მარტოს არ მიკეთებია, იცი შენ ძალიან კარგად. ბიზნესს ყავდა მეორე პარტნიორი, რომელთანაც დასრულდა ურთიერთობა საქმიანი და შესაბამისად სექტემბერში კომპანიის 100%-იანი დამფუძნებელი გავხდი მე და არსებობენ რაღაც საფინანსო ინსტიტუციები, რომლებიც კომპანიის დაფუძნებას სექტემბრიდან თვლიან და წინა 4 წელი არაფერი არ ყოფილა თურმე და ეს მიდგომა ჩემთვის ცოტა ვერ გავიგე რას ნიშნავს და ნუ გასული წლის დასაწყისში იყო რაღაც ფინანსური პრობლემები, რომლის გამოც ჩვენს პარტნიორ ბანკთან ცოტა აგვერია ურთიერთობა და ამან გამოიწვია ის, რომ რეალურად რომ ჭირდება ახლა ბანკთან თანამშრომლობა და მათი მხრიდან რაღაც პარტნიორობის გადახედვა და განხილვასი ახალი პარტნიორობის ვიღებ აბსოლუტურ უარს რა, შენ კი იცი რომ აი სანამ 6-ით გადახდა არ დაფიქსირდება. რაღაცა ეს 6 წელი ჩემი ის არის რა, ნუმეროლოგიაში 6-იანი თუ რა. და ისეთი რაღაცა არის რა, ბანკი უნდა იყოს შენი პარტნიორი და რეალურად გადახედოს შენთან თანამშრომლობას და რეალურად შეაფასოს რა გჭირდება, იმიტომ რომ მეორე ბანკი რო გეუბნება, რომ კი მაგუნა,
აი ახლავე გადმოგირიცხავდი 9 მილიონს დაგისვამდი ანგარიშს და ისეთი პოზიტიური შედეგები გაქვს, მაგრამ 6 თვე უნდა გავიდეს. აი ეს მაგრამ საერთოდ აუფასურებს უკან რაც ხდება რა. ხო, ეს რეალობა არის. იმათი გადმოსახედიდან რო შევაფასოთ ალბათ ცოტა შეიძლება სხვანაირად ვილაპარაკოთ რაღაცეებზე. კი ბატონო, რა თქმა უნდა, მაგასაც ვხედავ. ხო რა, მაგრამ ეგ საკითხიც აღნიშნე. კიდე ტექნიკურ დეტალებზე ხა აღარ მინდა ჩასვლა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც უნდა აუხსნა, მაშინ ვინც გვიყურებს და გვისმენს ადამიანს, რომ ანუ მაგალითად რა არის საჭირო, როგორ უნდა შეირჩიეს ქსოვილი და ასე შემდეგ. თუ ვინმეს მაგალითად შეკვეთა დასჭირდება, ინდივიდუალურად აგვიკავშირდება და შესაბამისად აქ ამონაცდება, ხო, ეხლა ჩვენ არა, სადმე ხო? ოკეი. კაი, ახლა მინდა რომ კიდევ იმ საინტერესო ამბებს დაუბრუნდეთ რა, ჩემი ფსიქოლოგიური კითხვა. მიდი, გამოვშვი და აი, დღევანდელი გადმოსახედიდან, სადაც კომპანია არის რაღაც საფეხურამდე ასული, როგორ შეაფასებდა თუნდაც მაგალითად 2021-22 წლებს რა? ანუ შენ როგორ შეაფასებდი იმ მომენტს, რაღაც ქულა დაუწერო კი არა? აი, რა დაგანახა იმ მომენტმა, რომ აქამდე მოხვედი რა? იმ წლებზე მაქვს საუბარი. ანუ 2021, 22, 23 შეგვიძლია ეს პერიოდი გაიხსენო. აი მაგ წლებში ვიყავი ალბათ ის 10 წლის ბავშვი რა, რომელსაც რაღაცების ახსნა ჭირდებოდა. ოკეი. როგორ შევაფასებდი? იცი რა გარკვეული იყო რა, ანუ ეს გაურკვევლობები, რაღაც გამოწვევები, რომელსაც ვერ გავუმკლავდა. არა, მაშინ ბევრად უფრო კრეატიული ვიყავი, სიმართლე რომ გითხრა რა. კრეატიული ვიყავი თუ რისკიანი? რისკიანი ეხლაც ვარ. ხო. არა, რისკი და გამბედაობა ჩემია დამანახეთ მიმიშვით. არა, ეგ არა. კრეატიული ვიყავი და გეტყვი რატო, გამოცდილება არ მქონდა მაშინ რა და ამ ბოლო დროს განსაკუთრებით დავაკვირდი, რომ ზოგჯერ გამოცდილება დამნაშავეა ეს ჩემი გოგი ჩაიშულმა მითხრა სიტყვები რა დათომ რომ ზოგჯერ გამოცდილება დამნაშავეა და მე რა დავფიქრდი, ძალიან სწორი პოინტი აქვს დაჭერილი რა. გამოცდილება გკარნახობს, რომ რაღაც სიტუაციაში რომ ჩავარდები, ზუსტად ისე უნდა მოიქცე, როგორც უკვე იყავი რა, როგორც უკვე მოიქეცი. და რეალურად შეიძლება ის ქცევა ამ ახალ სიტუაციას საერთოდ არ ერგებოდეს რა და თუ რაღაც კრეატივს გააქტიურებ და იფიქრებ ახალ გზაზე, ის უკვე იცი, იფიქრებ ახალ გზაზე, როგორ შეგიძლია რომ ეს რაღაც გადაჭრა, უკვე ახალი გამოცდილება ემატება შენს გამოცდილებას. და მაშინ ბევრად კრეატიული ვიყავი მაგის გამო, რომ გამოცდილება ნაკლები მქონდა რა. მესმის, მოდი კიდე ერთი პერიოდი გავიხსენოთ მაშინ რა. ანუ როგორც ახსენე, ეხლა მარტო ხარ როგორც დამფუძნებელი და ანუ სადღაც 2024-დან 25-ის პირველ ნახევრამდე და მაინტერესებს მაგ პერიოდს როგორ შეაფასებდი. ანუ 20-23 გავიგე რომ კრეატიული იყავი და რისკავდი და ასე შემდეგ. აი 20-24 მგონია რომ ის ეტაპი გქონდა შენ უკვე, რომ ბიზნესის გაგეზარდა, პარტნიორებიც მან უკვე ვიცნობთ ხო ერთმანეთს? კი, ბუღალტერია იყიდეთ თქვენ. და ხო და მაინტერესებს რა, ანუ 24-დან 25-მდე როგორ შეაფასებდი მაგ პროცესებს რა? ანუ რამე ახალი შეიძინე, მაგალითად, უფრო დამაჯერებელი გახდი რამე პროცესში, პირობითად ან ასე შემდეგ რა. სიტუაციურად მაინტერესებს როგორ ვითარდები შენ, როგორც ბიზნესმენი. წარმოება განვითარდა, იმიტომ რომ მაგ პერიოდში გავფართოვდით, მანქანადან გარები თანამშრომლები დავიმატეთ და ბევრად მეც ვაკეთებდით. იყო კიდე ეგ მომენტი, რომ კოლექციების კერვაზე უარი ვთქვით და ეს უარი ძალიან დროული იყო, ძალიან დიდი დრო მიქონდა წარმოების და რეალურად საჭიროება აღარ არსებობდა იმ მომენტში. და ახალ პარტნიორებთან ვიწყებდით ურთიერთობებს რა. მაგრამ 2024 წლის სადღაც ოქტომბრიდან 2025 წლის დაახლოებით ივნისამდე იყო რუმორისთვის ალბათ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე რთული პერიოდი. ოკეი. ალბათ აი ბავშვს რო შევადაროთ გარდატეხის ასაკი არ იყო რა, უფრო პატარა ასაკში რო რაღაც პრობლემა შეგექმნება რა.
და რო ვერც აზიარებ და რაღაც კითხვები რო გაქვს და არ იცი. და რაღაც ზართული პერიოდი იყო რა. კაი, რადგან ეხა თქვენ მაკეთებელთან ხართ, მაკეთებელი შემოსვლის ეტაპები მაინტერესებს, როგორ ხედავდი მაგ ყველაფერს რა? ნუ, რა ვიცი, შეგვიძლია გავაჟღეროთ რა, როგორ დავიწყეთ ზოგადად ურთიერთობა. ანუ, შენ გჭირდებოდა ბუღალტერია, მე ერთ-ერთ კომპანიას წარმოვადგენდი მაშინ. რაღაც ივენთი გავაკეთეთ მოკლედ მაგ კომპანიის სახელით. პირველი კომუნიკაცია. მე ამაში. ხო, პირველი კომუნიკაცია მანდ იყო, სადაც შენ არ გახსოვ არ, მაგრამ მე მახსოვ ხარ. ისიც მახსოვს ბლოკოტიც რომ მოკეცი. ხო და ნუ მოკლედ შევხვდით, ვისაუბრეთ და ასე შემდეგ. რამოდენიმე თვე უბრალოდ ბუღალტრულ მომსახურებას იღებდით, სადაც ჩართული მე საერთოდ არ ვიყავი, უბრალოდ პროცესებს ვადევნებდი თვალს და შემდეგ რაღაც პერიოდის მერე რაღაც გამოწვევა გქონდა, მე მგონი, რაღაც სერვისს ვერ იღებდი ისეც როგორც გინდოდა. და მომიწია შენთან მოსვლა თუ რაღაცა? მე არ გახსოვს. ანუ ნახე როგორ არის? ჩემთვის ასოციაცია რა, სიტყვა ასოციაცია ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი ძალის მქონე ტიპია რა. როცა ერთი პროფესიის ადამიანები ან ერთი დარგის ადამიანები ერთიანდებიან საერთო აზრის გარშემო, ძალიან მაგარ შედეგებს დებენ. და მე რაღაცა პირველი ჩემი პროფესია ბჭყალებში იყო გაყიდვები და რაღაცნაირად სულ მინდოდა რომ გაყიდვების ასოციაციის წევრი თუ რაღაცა შემქმნელი რაღაცა ყოფილიყავი, მაგრამ მე უკვე ჩემი ბიზნესი შევქმნი, მშვენივრად ვაორგანიზებდი გაყიდვებსაც და ჩაბარებებსაც და ასე შემდეგ და ეს მოთხოვნილება ჩემთან გაქრა რა, თუმცა გაყიდვების ასოციაციის წევრობა ეხლაც მინდა და ვაპირებ მაგ ნაწილში, მაგრამ შენ მახსოვს რომ რაღაცნა იმ კომპანიაში მოვედი, ერთ-ერთი შეხვედრა მქონდა, სადაც შენ დამხვდი და მითხარი რომ მოკეთო ესეთი რაღაცა მოვიფიქრეო, რომ ადამიანების ჯგუფს ვქნიო, WhatsApp-ში მაქვსო, მაშინ 18 კაცი იყო WhatsApp-ში და ეგრევე გითხარი რომ მეთქი რა მაგარია თქო რა, დავე ჩამსვი თქო რა, ანუ არც დაფიქრე ისე ჩამსვი თქო, არ მაინტერესებს რასაკეთებ, ჩამსვი თქო რა. სახელის არ ვფიქრობ. ეხა ვფიქრობდი რა, რომ ანუ შენ არ ხარ გაყიდვების ადამიანების შემგროვებელი, შენ არ ხარ შესყიდვების ადამიანების, შენ არ ხარ რაღაც კონკრეტული პროფესიის ადამიანებს კი არა აერთიანებ, შენ აერთიანებ ყველაზე მაგარ ხალხს. საქმის მაკეთებელ ადამიანებს რა და ეს საქმის მაკეთებელი როცა ხარ და შეგიძლია რომ ესეც დაამენეჯერო, ესეც დაამენეჯერო, ისიც დაამენეჯერო, მაგ შემთხვევაში ძალიან მაგარი ტიპი ხარ რა და თუ რომელიმე მახლა თქვენი თავი ამოიცანით და ჯერ კიდევ არ ხართ მაკეთებლის წევრი, მინდა გითხრათ რომ ბევრ რამეს კარგავთ, შემოგვიერთდით, ძალიან საინტერესო ჯგუფი ვარ, ძალიან საინტერესო მიზნებით, პროექტებით და ხო, ნუ მოკლედ. შემოგვიერთდით. ტექნიკურ დეტალებზე გადავიდეთ რა. ნუ ასე თუ ისე დავმეგობრდით მაგ პერიოდში, ზოგადად რაღაცა ინფორმაციებს კითხულობდი ჩემს არხში და აი მაინტერესებს ის პერიოდი მინდა გაიხსენო რა, როცა უშუალოდ თანამშრომლობად გადავწყვიტეთ რა. ანუ ეს ის მომენტი იყო, როდესაც მეც რაღაცებზე უარი ვთქვი და ფრილანსერობა გადავწყვიტე, ანუ არ ყოფილიყავი ერთ კომპანიაზე ჩამოკიდებული, ეს პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ანუ მრავალფეროვანი რაღაცები სულ მაინტერესებდა და ეხლაც მაინტერესებს და ვეძებდი ისეთ პარტნიორებს, რომელთან ერთადაც განვითარდებოდი რა, ანუ უფრო უკეთესად რო დაგანახო, მაგალითად ერთ კომპანიასთან ერთად როცა მუშაობ, რა მაინც რაღაც ჩარჩოში ხარ და მე ყველაფერს აკეთებ იმისთვის რა. და ჩემს მიერ გაკეთებული რაღაც საქმეები იმდენად არ ჩანდა მაგალითად რაღაც საკითხებში, რომ ეგ მწყინდა მე რა და როცა გამოვედი ამ ამბებიდან და უკვე ამ ფორმატით გავაგრძელე კომპანიებთან ურთიერთობა, ეხლა ყველგან ჩანს. ანუ სადაც მივედი და ვისთანაც რაღაც გამიკეთებია, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი გაკეთებულია და მე რო არ ყოფილიყავი, მაგალითად ეს არ მოხდებოდა რა. და რა არის ეგეთი რუმორში? ალბათ სისტემა, რომელიც ავუაწყვეთ და ვითარდება ეტაპობრივად. აი შენი ამბავი მაინტერესებს, ანუ რა დაინახე იმ მომენტში, როდესაც მენდე და მომეც საშუალება, რომ შენს მენეჯმენტში შემოვსულიყავი რა. ოკეი. ეს ალბათ არასდროს არ მეკითხავს, მაგრამ არასდროს არ გიკითხავს ხო. ანუ რაღაც კითხვები არის აზა, რომელსაც პასუხების სიტყვებით არ აქვს რა. ჯერ პირველი რაც იყო, მხარდაჭერა დავინახე შენგან. ოკეი. რაც ადამიანური ნაწილი იყო ძალიან, იმიტომ რომ იყო პერიოდი, როცა ჩვენ
მეგობრობის ფარგლებში ვაკეთებდით ამ ყველაფერს და მაშინ ჩემთვის ძალიან რთული პერიოდი იყო რაღაც ოპერაციის ნაწილი და 2 თვე სახლში გამოკეტილი და ასე შემდეგ და მაგ პერიოდში შენ რომ არ გებიძგა ჩემთვის რომ მაგუნ ესე ვაკეთოთ და მოდი ვცადოთ არაფერს არ ვკარგავთ არ ვიცი რა იქნებოდა რა ანუ შენთან ერთად რეალურად ისეთი სისტემა აწყო რუმორმა რომელიც გერმანულსაც მივახლოვდა მალე რა უფრო მეგრული მეგრული საათი ხო რა და რატომ გენდე იყო ის რომ რაღაცნაირად სუფთა ტიპი ხარ რა ანუ ხო რა ისეთი გეტყვი ძალიან ხალისი შემოიტანა ჩემ ცხოვრებაში ძალიან ხარდაჭერა დამანახე და რაღაცები რაც გამიზიარე ჩემთვის მივხვდი რომ რაღაც იცი რაღაცა კარგად ხედავს ეს ბიჭი რა რაღაც სლენგი მინდოდა რომ ხო რა გავჩვენდი და ხო რა და აკყევი და არც ერთ წუთი არ უნდა ნოფრო აკყევი რა ძალიან საინტერესო იყო კიდე სანამ ჩემთან დაიწყებდი მუშაობას თვითონ შენ ხარ ძალიან სისტემური ორგანიზებული 2 ნახვა იქნება შენ ვიდეოს თუ 100 ნახვა იქნება შენ ვიდეოს თუ 100,000 ამ ვიდეოს არ გაჩერებს ეგ რა იმიტომ რომ შენთვის მნიშვნელოვანი არის სტაბილურობა პერმანენტულობა კეთება ხო და ის ტიპი არ ხარ რომ გაჩერდეს რაღაც ეტაპზე და ეგ ძალიან შთამბეჭდავი ამბავი არის რომ ორგანიზებულად აკეთებ ყველაფერს რა ძალიან დიდი მადლობა უწყვეტად ძალიან დიდი მადლობა ბევრს ნიშნავს ჩემთვის ახლა ის რაც ვითხარი აი ხა მინდა კიდე ერთი რაღაც ამბავი გავაგრძელოთ ამ თემასთან დაკავშირებით და სამომავლო გეგმებისკენ წავიდეთ მოკლედ ანუ ჩვენ რაღაც სისტემა შევქმნით მოკლედ კომპანიაში ეხლა გვაქვს რაღაც კონკრეტული ეტაპი სადაც ვფიქრობ რომ ამ ეტაპით ალბათ კომპანია კიდევ უფრო მეტად გაიზარდება. ოკეი. და მაინტერესებს შენ როგორ ხედავ მაკეტებელის რესურსს რა. იმიტომ რომ როგორც იცი თებერვალში დავგეგმე უკვე საქმის მაკეტებელის ფაქტორი, ივენთი და რა გონია რა მოხდება მათ რა. შენთვისაც არ მაქვს გაზიარებული ახლა პროცესები. იმეს გაუზიარე? არა, რა თქმა უნდა. თუ იმეს და გაუზიარო მე მიზიარე. ოკეი. ანუ მაინტერესებს რა მოლოდინები გაქვს? იმიტომ რომ მოლოდინი როგორ რაღაცა იცი, ეხლა შენ რასაც გამიზიარებ, იმით კიდევ უფრო მაგარ რაღაცას შევქმნი რა. და რადგან გამოცდილება გაქვს ჩემთან მუშაობის, როგორც სპიკერი, როგორ მაინტერესებს როგორ დამინახავ რა. წარმოდათ სახვით რა თქმა უნდა ჯერჯერობით. ჯერ პირველ რიგში რაც მინდა ვთქვა ის არის რომ თვითონ ამ ჯგუფში ერთხელ იყო რომ მაფია დავაორგანიზეთ და წავედით და ვითამაშეთ და 11 კაცი ვიყავით და რაღაცა კაი იყო რა. კაი სასტავი იყო ბიჭო. იცი რა მომეწონა რომ ახალგაზრდა ტიპები იყვნენ ვინც საქმეს აკეთებდნენ რა. ანუ რაღაც 40-45 წლის და ბევრი კი აღარ მიკლია მაგრამ მაგ რაღაცა პიჯაკიანი და ასაკიანი ტიპები კი არ გამეჭითნენ, ჩემნაირები რა და ძალიან გამიხარდა. სასიამოვნოდ გავატარეთ დრო ერთად. ჯერ პირველ რიგში ისი მოლოდინიც მაქვს, მინდა რომ ჯგუფიდან ძალიან ბევრი ადამიანი გავიცნო, ფიზიკურად ვნახო და ეხლა სადღაც რომ ხდება ვიღაცა და შენ მაკეტებლიდან არ ხარ და მეუბნება ვიბნევი რა, ანუ ხო იცი ზოგი სახელსაწყოება შეიძლება ვერ მივხვდე და ეგ არ მომწონს ძალიან რა. და მიხარია ძალიან რომ თებერვალში იქნება ეგ ყველაფერი. უშუალოდ შენი სპიჩისგან ხო, ანუ რასველი? თუ კიდე კომენტარი დაგვიწერე, ხა პასუხი თუ არა. ხო, ჯობია კომენტარი დაგიწერო. ველი რომ ძალიან საინტერესოდ გავატარებ იმ რამდენიმე საათს, რასაც ერთად გავატარებ. და რაღაცა გათამაშებასაც ველოდებ. გათამაშებები დაყო. კაი, ბოლოს კი შეგვიძლია ხა სამომავლო გეგმებზე ვილაპარაკოთ. უთხრათ მაყურებელს, რა გეგმები აქვს რუმორს საცალო გაყიდვების მიმართულებით დაახლოებით, რას უნდა ელოდონ? ანუ ვიცი რომ ხარისხიანი და ასე შემდეგ, მაგრამ დაახლოებით რა მიმართულებები იქნება ბაზარზე და კორპორატიული მიმართულებითაც რა გეგმები გვაქვს რომ ეგეც გაუზიაროთ. ოკეი. ჯერ პირველ რიგში ხა პირველი რაც მომივიდა ფრაზა არის ჩახერგეთ გზები უკან დასახევი. ოკეი. ოკეი. ანუ ჩემი ესეთი პატარა მუსიკალური სიმღერა, რომელსაც რთულ მომენტებში ვღიღინებ,
არის წკაპ-წკუპ, წინ და წინ. წვიმის წვეთი მოდის, ჩემი ფანჯრის წინ. ანუ წინ სვლა, ოკეი. წინ და წინ. სულ მოძრაობა, არ გაჩერება. და კრეატივის გააქტიურება მაქსიმალურად რა. კოლექციების ნაწილი იდეაში ესე არის უკვე კონცეფციაც შექმნილი, რაღაცა ორი პროდუქტი არის, რომელიც ესე ჩემს თავში ტრიალებს და ეგ აუცილებლად ძალიან მალე ჩაეშვება. პლუს გარდა კორპორატიული დაკვეთებისა აუცილებლად მოლაპარაკებები უკვე მაქვს და ვითანამშრომლებ დამწყებ დიზაინერებთან, ვისაც აუთსორს საწარმოები ჭირდებათ და ეგ გზა უკვე გავლილი მაქვს, რაც გაგიზიარეთ დასაწყისში ჩვენი საუბრის და ზუსტად ვიცი რა აფერხებს მათ იმისთვის, რომ ხარისხენი პროდუქტი შესთავაზოს ბაზარს. და მათთან ერთად ვიმუშავებ აუცილებლად სხვისი კოლექციების შექმნა, მოკლედ. და უნიფორმების მიმართულებით ჩემი მიზანი არის, რომ ამოვკერო საქართველო რა. მარტივად რო გითხრა რა. რაღაც არ ვიცი, მსახიობობა მინდოდა და რაღაცა ეს სიმღერას დავდიოდი ბავშვობაში და ტურნე სიტყვა ჩემს გონებაში ეს უტრიალებს და ანუ რაღაც მიზანი მაქვს, რომ sales ტურნე უნდა მოვაწყო და საქართველოს უნდა გავაცნო რუმორი რა. მშვენიერ რო დაფექტი ვიცოდი რას მიპასუხებდი დაახლოებით ხო? კაი, შეგვიძლია მე მგონი ბოლოსკენ წავიდეთ. ძალიან საინტერესო იყო შენთან საუბარი. როგორც ყოველთვის მინდა ის დავამატო ეს. იმიტომ რა ერთგზის საუბარი გვექნება ალბათ სამომავლოდ და იმედი მაქვს რომ ბოლომდე გვიყურეთ, მოგვისმინეთ, გთხოვთ გამოიწერეთ გვერდი, დალაიქეთ ვიდეო და დაილოდეთ შემდეგ საქმიან ამბავს.